ქალბატონი მზია კვირიკაშვილი. რას მომჩერები ხარ ხა? გაიხედეთ მარჯვნივ, ეს თავრობის ლოჟაა. გაიხედეთ მარცხნივ, ეს დირექციის ლოჟაა. ასე ვარ მთელი დღე. უცხოელები დამყავს ექსკურსიაზე. გიდი ვარ ბატონო, გიდი. აი გიდი. რას მოვესწარი სკოლის დირექტორი ხალი? ჩამაგდეს ლოტოსკოჭივის ლოტოტრონში და აღარა მომიღეს. იქ ვარ დავრჩებოდი, ჩემით ამოძვერი და ახალ ასპარეზზე გამოვედი. უცხოენები მაქვს გენაცვალე დამთავრებული და დავიწყე გიდობა. მართალია ახლა თბილისს ჯერ არ მანდობენ. მაგრამ რაიონებში დამყავს უცხოელები ექსკურსიაზე ავტობუსით. ავტობუსი კარგი გვაქვს. 10 კაცი არის. 30 ჩინელი ეტევ. დაიმაგათ პატრონს. ერთადერთხელ მოგვივიდა ავარია და ისიც სწორედ მაშინ როცა ჩინელები მიყვავდა. რო დაინახეს ხეს ვეჯახებით და ატყდა. შეშინებულმა მძღოლმა გაუშვა საჭეს ხელები და რა მოხდა რა ამბავიო? ამის თქმა იყო და ბახ და გაფრინდნენ ჩინელები ფანჯრებიდან. ზოგი იქ, ზოგი აქე და ვინცა დაეცა იქვე გახსნა მაღაზია. იმისთანა ჩქარი გამხადა ცხოვრებამ, იმისთანა რომ ქმარი შუაღამი ტუალეტში რომ გადის, სანამ მობრუნდება ლოგინი უკვე ალაგებული. რა ვქნა? ისეთი კოშმარები მესიზმრება გულგახეთქილი ვიღვიძებ და მე რას ვაკეთებ? აზრზე არა. ამასინად ვახტანგ გორგასალი დამესიზმრა. ამ ხელა ხმლით. რაც კი საქართველოში გიდები ხართ, ყველას თავები უნდა დაგაჭრათ. რატო ბატონო, რას გვერდში მეთქია? ხმა არ გავიგონო შენი. შენნაირი გიდი იყო გუშინ უცხოელებს ჩემი თავი ასე რომ გააცნო. ესაა საქართველოს უდიდესი მეფე, რომელმაც სოფლიოში პირველი ჩახოხბილი გააკეთა. მომჭერით ხომ თავი? ახლა მე უნდა მოგჭრაო. რვავკინდი შეშინებული არ ქნა ვახტანგ მაგი, არ ქნა შენი ჭირიმე მეთქი და აქედან ვახტანგის ხმალი და იქიდან ქმრის მუჯლუგუნი. ვინა ხალო ვახტანგი? არ დაიჯერებთ სამსახურში როლიკებით დავდივარ. გაჭირება მიჩვენე, გაქცევას გიჩვენებო. ასია ყველგან. მარტო ქალაქში კი არა, სოფელშიც. ჯერ იყო და რაც ფრინველები ყავდა, საკუთარი ხელით დაგვახოცინეს. ფრინველის გრიპიაო. მერე ღორები დაეცნენ გმირულად აფრიკულ ვირუსთან ბრძოლაში. იმის მაგივრად საკუთარი შინაური ფრინველები და ღორები ვიდარდოთ. ჩიმაროსა და ველურ კატაზე ვტერი ვარ. ისე ჩვენი ძირფასი წამყვანების ბატონი გივისა და ბატონი კახის ბრალიცა რომ წაგულე გამოცხოურმა სერიალებმა. ბიჭო, გაეგრძელებინათ სერიალებად ეს მშვენიერი ფილმი ღვინის ქურდები. რა იყო, ღვინო გვაკლია თუ ქურდები? მართლა ღვინოზე გამახსენდა. ამასინად კახეთში მყავდა ამერიკელების დელეგაცია. მართლა ზღაპრული ღვინით გაგვიმასპინძლენ. პურმარილი იყო მეფური ბუნების წიაღში. სუფრას თელავის კოლორიტი ბატონი გეგე თამადობდა. მოკლედ ყველაფერი ბრწყინვალედ მიდიოდა, მაგრამ საღამოხანს ბაყაყებმა ატეხეს იმისთანა ყიყინი. აღარც თამადის ადგილზელო ისმოდა, აღარც სიმღერა. გააბრაზდა ბატონი გეგე, აიღო მოზრდილი ქვა და პირდაპირ წყლისკენ გაუშვა. გაჩუნდნენ უცებ ბაყაყები და კაი ხანი ხმას არ იღებენ. გაგიჟდა ამერიკელი. ბატონო გეგე, რა უქენით ასეთიო და რავი მაგი დედაცვათი ეტყობა დირიჟორ გავარტყიო. მოკლედ კახეთი ძალიან მოეწონათ. იქიდან დმანიში წავიყვანე არქეოლოგიურ გათხრებზე. გადაირივნენ პირდაპირ. ყველაფერი აინტერესებდათ, განსაკუთრებით პირველი ევროპელები, ზეზვა და მზია. მე რაღა მზია და არქვეს.
რა ვიცი, ერთხელ მახსოვს ქუთაისში რესტორანში ვსადილობდით. გვერდით მაგიდაზე ახალგაზრდები კეიფობდნენ. ახლა უცხოელები რომ დაინახეს, შამპანურები გამოგვიგზავნეს, წამოხტა ერთი ახალგაზრდა და გვადღეგრძელებს. აგანა ბიძია ქუთაისია და ქუთაისურ ამბავში გაგების მომბერების სილამაზის გამოხატულებაში ჩვენი მეობესა და სილამაზის სიყვარულის გრძნობით ჩაყუტება გვინდა ჩავაქსოვოთ თავისებურად. გეიგებიშო. რა თქვა უცხოელმა, თქვენ გაგიმარჯოთ. ეს რა არის, გურიაში, სოფელში თუ ვინმეს გაესაუბრენ, მორჩა, დაღუპული ვარ. ბავშვი დაინახეს ხიდან ჩამოვარდნელი. მისეულია ქვეყნის ხალხი. რა მოხდაო, იკითხეს უცხოელებმა. აფერი, გაშმა ყაზლარი ყვინჯილაზე მუხჭაბოლი. მოალინა ძნეყვა და მორდო პრინჯილი. უჯობი იყა, ჟვერა გამჟოლა, აი პრინჯილობდა. იმამ ძნეყვა და მოგლა კიყა. აბარაი. ჯერ მე უნდა მითარგმნოს ვინმე მამან რა თქვა. და მე უცხოელებს. არა, ენცოლე, სხვა უცხოელებს ისევ რუსები მირჩევნია. სხვა რო არაფერი რუსული მაინც უკეთესად ვიცი. ექსტრემალური ტურიზმი უყვართ და ამას წინათ სვანეთში ავიყვანე. დაიწყეს როგორც იციან, ცალ-ცალკე ტყეღრეში ბოდიალი. სად უმწყებს ახლა ესენი მეთქი და ცოტა შევაშინე. ეს დარაგოი სვანეთია და რამე არ შეგეშალო თუ არა წიწილასავი წაგაცლიან თავს მეთქი. ცოტა შეფიქრიანდნენ. იმ საღამოს სვანებმა მშვენიერი კეიფი გაგვიმართეს, წამოდგა თამადა და სადღეგრძელო დალია. ჩვენ ჯიშსა და ჯილოქს, ჩვენ სისხლსა და ხორცს გაუმარჯოს. За что он пьет да? За нашу кровь и мясо метки. გაუსკდათ გული საწყობი. ახლა ეს რუსები ხო გიждდებიან ჩვენ სიმღერებზე, მაგრამ რა დგინდა რო უთარგმნის შინაარს კი ვერ გებულობენ. ამის წინ ჩემთვის ვღიღინებდი. ჯრელო პეპელა გაფრინდინელა დელიავრანუნი ნურც გაფრინდები ნურც მოფრინდები დელიავრანუნი ეთყობა მოეწონათ და ჩამაცივდნენ გადაგვითარგმნეო. სიტყვა სიტყვით გადაუთარგმნე. პიოსტრაია ბაბოჩკა ულეტაი მედლენა ნიულეტაი ნიპრილიტაი ნიულიტაი ნიპრილიტაი და დელიავრანუნი ვაფშე ნიპერევოძიცა მეთქი. ვერ გაიგეს, დურაკები არიან. მერე ჩემ დაჭირათ ეს სიმღერა მოეწონათ. ჭყინდი ყველის ჩამა მიყვარს, კბილის გაგრაჭუნებაო, ახლა ეს გვითარგმნეო. Пожалуйста, რა პრობლემაა მეთქი. Люблю я ჭყინტი სირკუშოც, и зубами вот так ძელაც მეთქი. მეტი აღარ უთხოვია თარგმნა. არესმით ჩვენ ისე როგორ თქვა და უცხოელებს კი არა ხშირად ბევრი რამ მეც არ მესმის ჩვენი იმიტომ რომ უცნაურიერი ვართ ქართველები და საოცარი ბიჭო ქორწილში რომ დავთვრებით ტირი ვართ პანაშვიდზე ეზოში თვითონ გვტებით ოღონდ სიცილით მარტო ჩვენთან შეიძლება ტელევიზორში გაიგონო ესეთი ფრაზა ჯერ არ შექმნილ ოპოზიციურ პარტიაში უკვე განხეთქილება ბიჭო პარტია თუ არ შექმნილა ჯერ ვინ გასკდა და რა ჯანაბამ განხეთქა სიყვარულში ზომა არ ვიცით, ეჭვიანობაში ზომა არ ვიცით. მარტო საქართველოში გაიგონებ, ცოლი მოკლა, იმიტომ რომ უყვარდა. მარტო ჩვენ ვირჩევთ პრეზიდენტს 90%-ით, რომ შემდეგ ვაგინოთ 100%. საჭესთან რომ მზივართ და მანქანა ჩაგვიქროლებს 200 კილომეტრის სიჩქარით. მარტო ჩვენ შეგვიძლია ერთდროულად გინება და პირჟურის წერა. შენი გიჟი დედა ღმერთმა პატივი, ღმერთმა პატივი. მარტო ჩვენთან შეიძლება ლოგინად ჩავარდნილმა მეგრელმა ქალმა, რომელსაც ახლობელი გარდაეცვალა, დეპეშის გაგზავნის მაგივრად მაგნიტოფონზე ჩააწერინოს თავის ტირილი და გაატანოს ჭირისუფალთან მოასმენინებო. მოკლედ, თავი ყველაზე კულტურულებად მიგვაჩნია, მაგრამ ზამთარში ბაკურიანში გერმანელები რომ ავიყვანე, ერთმა მათგანმა სასტუმროს ტუალეტში წარწერის თარგმნა მთხოვა. რანაირად უთარგმნო ეხლა? ძალიან მთხოვთ, უნიტაზზე თხილამურებით ნუ შედგებით. რა წერიაო? No smoking მეთქი. Ja, ich verstehe, გასაგებიო. ისენს გაგიხმება თავი, შენ ჩვენი ქვეყნის რამე გესმის. მე რა დრო გასულა გავიქეცი ახლა თორე ხვალ დილაუთენია იაპონელები მიმყავს თუშეთში
ისეთი ზღაპრული სილამაზე ვაჩვენო, ისეთი რომ ეს ეკონომიურად ვიწრო თვალები ამ ხელაზე გაუფართოვდა. საღამოს კი კარვის წინ კოცონთან კაი ხინკლები და კაი დოლგარმონი.